მივიდა ბანკაში და მე ჩვენ ვაზარებთ თვალით. What was first channel? ახლა სიყვარულით უფრო შაუმა ბავშვებს. თან აქ საკმაოდ ესაა რა ზვირები. საკვების ყიდვის დროს მთავარი ფასია, ყიდულობენ მხოლოდ იმას, რაც ძალიან იაფიღებს. უგემურ საკვებს ქართული წესით გმაზავენ. ბავშვებს შაურმა უყვართ, მაგრამ მშობლები უფულობის გამო უარს ეუბნებიან. ესპანეთში სწრაფი კვება ძალიან ძვირი ღირს. ბარსელონას სკოლის მიტოვებულ შენობაში ამგას ქურასთან სადელს ათობით ქართველი რიგრიგობით ამზადებს. სამზარეულო სკოლის დერეფანში მოაწყვეს და კარადები ნაჩუქარი მეორადი ჭურჭლით შეავსეს. გეუბნება დაელოდე. დრო განსხვავებული დრო არის, გამიგე სანადუნდელი. ეს დაელოდე ხათავდა ფული რაც ჩამოუყვა. რა უნდა? ხონდა ვაჭრო. წადი და იქ რაღაცებს იძლევიან საჭმელებს. აი როგორ საჭმელს იძლევიან? იქ აი ესენი რა გითხრა? ნაგვის იმაში ჩაკრები რა. მე კარგი ვერაფერი ვერ ნახე. ანუ ადაგასვა. ბავშვებს ამას ვერ აჭრა. თან თუ გიმიდიხარ საჭმელი დაუზარ გითხრა აქ მიდა საჭმელი. გაიგე ბავშვი შეყვანა არ შეიძლება. ბავშვების ჩამოვედიდა. ანუ ეს იქნია ფსიქოლოგიურად ისეთ მომენტს, რომ დატოვო აქაურობა და წახვიდე. ბარგი ამ ოჯახმა ქუთაისში 2 თვის წინ ჩაალაგა, დატოვა ყველაფერი და ევროპაში ახალი ცხოვრების დასაწყებად წავიდა. ამბობენ, რომ საქართველოში მათი ბრძოლა არსებობისთვის უშედეგო აღმოჩნდა და როდესაც მიხვდნენ ერთ დღეს პურსაც ვეღარ იყიდნენ, ყველაფრის თავიდან დაწყება გადაწყვეტეს. ესპანეთში ოჯახი 2 არასრულწლოვანთან ერთად ჩავიდა. ერთი ოთახის ქირაობა 700 евро ღირს. ამდენი ფული არ ჰქონდათ, ამიტომ ძველი მიტოვებული სკოლის შენობაში შესახლდნენ. ჩემი აღებული ხელფასი სხვა არაფერში არ ჭმობდი. თორე არ მქონდა სული რომ მომეკიდებია ჩემს შვილს და ხელი და წამოსულიყო. 300 და 400 ლარით აი რა უნდა გააკეთო. ვერაფერს ვერ იზამ. ამთავრობა იაფიქება გაზის, წყალის, ეს დაგვიდნენ ყველაფერი და არაფერი არ გამოდის. ბიზნესს გულისხმობ, აი გაჭირებული ხარ. უფრო არ ეყარებოდა, უფრო ისტორიაში არ შევიდოდა. ვიდრე ამ ხეების გადარგვითან იცი. რადგანაც მან საქართველოში დაეტიე გააკეთე საქმე რაღაცა ქედი. რა გავაკეთოთ? ხო, რა უნდა გააკეთო საქართველოში მიხარი? მე ვერაფერი ვერ ნახე ჩვენ პირადად. ვერაფერი, აი წინ სულა პერსპექტივა. ბავშვებს რაღაცა მომავალი უკეთესი ყველა მშობელი ცდილობს რომ რაღაცა შეუქმნას. ჩემი შვილების მომავლისთვის წამოვედი. რომ მე საქართველოში ამას ვერ გავაკეთებდი. და ამ ასაკში მით უმეტეს მე კიდე სულ სხვანაირი ცხოვრება მინდოდა. მე საქართველოში რომ მივედი, არის კოტონი, არის რაღაცეები დავასახელებ. ასაკი რომ შემეკითხეს და უთხარი ჩემი ასაკი 25 წელი 30 წელი ანუ გამიშვით მაშინ პენსიაში მეთქი ოჯახის 4 წევრიდან ერთი მუშაობს, რადგან საბუთი არ აქვს, დღეში 50 ევროს უხდიან. 7 ბრძოლა არსებობისთვის 3 დღის წინ სპეცოპერაციამ შეცვალა. საქართველოს ათობით მოქალაქე ოთახში იყო, როდესაც კარიდან და ფანჯრიდან ნიღბიანი სპეცრაზმელები შევიდნენ. ამ ოჯახის არც ერთი წევრი არ დაუკავებიათ. პოლიციას მათთან კითხვები არ ჰქონია. ამბობენ, რომ დინების ძარცვისა და კრიმინალურ დაჯგუფებებთან კავშირის საქართველოს მოქალაქეებზე გადაბრალება დანაშაულია. რადგან კრიმინალის მსხვერპლი თავად ხდებიან. დაუცველად გძნობ თავს. უბრალოდ ენას რაღაც უნდა დაუცველად. მე მგონი ესპანელები გადავიცავენ ჩვენ ვიდრე ჩვენი ხალხი. მე აი ესეთი დასწრება. ყველა სხვა ეროვნებაც არის. მე პირადად მეტროში დამეკარგა ტელეფონი მომზადა. მოხუცებული მამაკაცი მიჯდა გვერდით და როგორ წარმომედგინა. ამ პიროვნებისგან ვიღაცა უცხოელი იყო, ჩამოიყო ჯიბეში ხელი და ამომიღო მობილები. ახალი შეძენა. მარტო ქართველები არ აკეთებენ კრიმინალს. სხვა ქვეყნიდანაც არიან ჩამოსულები და ისინი აკეთებენ არის. ეს ფოტო ესპანურმა გაზეთმა თებერვალში გაავრცელა. ვიდრე სკოლის შენობაში შესახლდებოდნენ, საქართველოს მოქალაქეები ღამეს ქუჩაში ათევდნენ. თებერვლის წვიმიანი ამინდების დროს საძილე ტომრებში რამდენიმე ავად გახდა და თავშესაფრის ძებნა დაიწყო. ბოლოს სკოლის მიტოვებულ შენობაში აღმოჩნდა. ეს ერთი შენობა საქართველოდან სიღარიბეს გაქცეული ათობით ქართველის ისტორიას აერთიანებს. ერთი პერიოდი ისეთი სიცივე იყო. უკვე მე სხვა ქალაქში ვცხოვრობ და ვფიქრობდი ღმერთო როგორ გავაკეთო ამ შუაღამისას საწავიდე რა მიუტანო და წერ ხოლმე იცით სოციალურ ქსელში წერ აი იმას ისჭირდება იქნებ მიუტანოთ იმას საჭმელი აი ესე ვახერხებთ ერთმანეთის დახმარებას
ქუთაისიდან ბარსელონაში პირდაპირი ავიარეისი კვირაში 3-ჯერ დაფრინავს. საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ამ რეისის მგზავრების დიდი ნაწილი ევროპაში რჩება და თავშესაფარს ითხოვს. ემიგრანტების სახლის დამფუძნებელი დიანა ციხისელი გვიყვება, რომ არჩევნების შემდეგ ქვეყანაში სიტუაციის უკეთესობისკენ შეცვლის იმედი ხალხმა დაკარგა და ამიტომ ევროპაში ახალი ცხოვრების ძებნა დაიწყო. საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ იყო შემთხვევები, რომ მთლიანად ერთი თვითმფრინავიც კი დარჩენილა, მთლიანად თვითმფრინავი დარჩენილა აქ. დაინახეს, რომ იქ არაფერი აღარ უმჯობესდება. დაინახეს, რომ საქართველო ქართველებისთვის აღარ არის, მიხვდით? ყველანაირი შანსი მიეცა იქ ქართველს, რომ გაიქცეს. ზალკალიანის ჩამოსვლის შემდეგ, როდესაც მან მადრიდში იყო ეს შეხვედრა, განაცხადა, რომ ჩვენი ქვეყანა არის უსაფრთხო. და ნუ მისცემთ თავშესაფარს ქართველებს, აი იმის მერე თვითონ ამ ორგანიზაციაში, აი ბარსელონაში წითელი ჯვარი პირდაპირ ეუბნება, თქვენი ქვეყანა არის უსაფრთხო და ნუ მოდიხართ და ნუ მთხოვთ თავშესაფარს. და უშვებენ ქუჩაში ბავშვებით. შენობაში, სადაც საქართველოს ათობით მოქალაქე ესპანეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებას ელოდება, საცხოვრებელი პირობები არ არსებობს. ჩამსხვრეული მინების ნაცვლად ფანჯრები დროებით მუყაოთი გაამაგრეს. ძველი გადასაყრელი ავეჯი საკლასო ოთახებში შეიტანეს და საძინებლებად გადააკეთეს. ბავშვები სკოლაში ვერ დადიან, საბუთები არ აქვთ. ქუთაისიდან წაღებული ქართულ-ესპანური ლექსიკონი ახლა მათთვის მთავარი სასწავლო წიგნია. სკოლაში მანამდე ვერ ივლიან, ვიდრე ესპანეთის ხელისუფლება დევნილი სტატუსს არ მისცემს. ენა არც ერთმა არ იცის, ამიტომ წერილების წერაში მათ ემიგრანტების სახლი ეხმარება. როგორი ფორმით გავაკეთებთ და ამზადვარ? დავწერილ წერილი. ორშაბათს ყველა უწყებას წერილს გაუგზავნიან და დახმარებას თხოვენ. კიდევ ერთხელ აუხსნიან, რომ ცხოვრობდნენ ქვეყანაში, რომელიც არც უსაფრთხოა და არც ხალხია პოლიტიკური დევნისგან დაცული. თუ არ გაუმართლათ, მაშინ მათ იმავე რეისით დააბრუნებენ უკან სამშობლოში, რომელი რეისითაც 2 თვის წინ ევროპაში ახალი ცხოვრების დასაწყებად წავიდნენ.